გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის მოსავლის აღება მასიურად დაიწყო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით წელს 26,000 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. ხელის მიღება დაიწყეს სამაცივრო მეურნეობებმაც. ტრადიციულად წელსაც მოქმედებს ერთი ფანჯრის პრინციპი, რაც ექსპორტიორებს შესაბამისი დოკუმენტაციების შეგროვებას უადვილებს. აქტიურად მიმდინარეობს ხილის მოსავლის დაბინავების პროცესი. ამ ეტაპისთვის ქალაქ გურჯაანში გახსნილი არის შტაბი, სადაც ერთი ფანჯრის პრინციპით ექსპორტიორს შეუძლია ყველა იმ საბუთის მიღება, რაც ექსპორტისთვის არის საჭირო ხილის გასტანად. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია როგორც ექსპორტიორებთან, ასევე ფერმერებთან. ამ ეტაპისთვის ხილი ჩაუბარებელი არ რჩება, მთლიანად ბინავდება აღებული მოსავალი. სამაცივრო მეურნეობები აქტიურად ფუნქციონირებენ, იბარებენ მოწეულ მოსავალს. წლევანდელი პროგნოზი არის საკმაოდ კარგი. მოსავალი არის ხარისხიანი და მიღებაც მიმდინარეობს